დღეს ევროკავშირში გაფართოების ფორუმი გაიმართება, სადაც საქართველო არ არის მიწვეული. აღნიშნული ფორუმი ევროკომისიის ინიციატივაა, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოებაზე დისკუსიის პოპულარიზაციას. პარალელურად განხილვის თემა უვიზო მიმოსვლის საკითხი. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში, იქამდე კი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი მარტივდება. ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები გუშინ დაამტკიცა. საქართველოს შანსებზე პოლიტიკურ სპექტრში საუბრობენ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს რეალურ საფრთხეს ხელისუფლების პოლიტიკა უქმნის. მმართველ გუნდში კი იმედოვნებენ, რომ ახალი წესები საქართველოს წინააღმდეგ შერჩევითად და უსამართლოდ არ იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ ახალი წესების მიხედვით უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გაფართოვდა. გადაწყვეტილება მისცემს საშუალებას ბრიუსელს უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინოს კონკრეტულ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს. ქვეყანას ძალიან მძიმე მომავალი აქვს ივანიშვილის ხელში, ეს გამოჩნდა, იმიტომ რომ არანაირი დასავლური პერსპექტივა ჩვენ არ გაგვაჩნია, ნებისმიერი ბრმა რაც არის აქამდე სამწუხაროდ შენარჩუნებული ასევე არის განადგურების პირას, იმიტომ რომ ეს კაცი ამყარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას. უმძიმესი პერსპექტივა არის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა არის სიკეთე, რომელთაც სარგებლობდა საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის, განათლების და სხვა ასე ვთქვათ ეკონომიკური მას შორის კუთხითაც და ჩვენ არაერთხელ საუბრობდით, რომ ივანიშვილის ეს პოლიტიკა ამ ხრივაც იყო ძალიან საშიში, ჩვენ მუშაობდით და რა თქმა უნდა ეხაც მუშაობთ, რომ ეს შეზღუდვა არ შეეხო საქართველოს მოქალაქეებს. კონსულების შემდეგ თუ ევროკომისია გადაწყვეტს, რომ ჩვენთან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, ეს პირდაპირ მარტივად გაკეთდება, ამიტომ ამ კუთხით რისკები გაიზარდა. მაგრამ უშუალოდ გვექნება თუ არა ეს მიიღებს თუ რა გადაწყვეტილებას ევროკომისია. ეს უკვე ჩვენი და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების საკითხია. და ამ გადაწყვეტილებამ მხოლოდ ეს პროცედურულად გაამარტივა, მაგრამ იმედია არ დაჭირდებათ ევროპელებს ამ გადაწყვეტილების მიღება. ყველანაირად ევრობიუროკრატია, deep state-ის მართული პირები ცდილობენ, რომ თავს დაესხნენ საქართველოს, საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ხარს გვიჭერს ჩვენ, ქართული ოცნების გუნდს და ჩვენთან ერთად იბრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მათ შორის რომელიმე ფორუმზე არ მიწვევაც ან ანგარიშები, რომელიც ვიხილეთ მაგალითად გაფართოების ანგარიში, რომელიც აბსოლუტური ტყუილებით იყო გაჯერებული. აი ამ ფონზე, როდესაც ჩვენზე ამბობენ, რომ უკრაინა ან მოლდოვა წინ არის, მაშინ როდესაც ყვავის კორუფცია, მაშინ როდესაც თავისუფალი სიტყვა ჩახშულია, როდესაც ასეთ ტყუილებზე, ასეთ მარაზმზე სხვა ყველაფერს ვერ უწოდებთ გვესაუბრებიან და ასეთ აბიჯებს გავენ, ეს მათზე უფრო მეტად ახდენს გავლენას და მათ რეალურ ქმედებებს წარმოაჩენს საქართველოში ქართველი ხალხის თვალში, ვიდრე რეალურად რამე გავლენა აქვს ჩვენს ქვეყანაში შიდა პოლიტიკაზე.